შობას გილოცავთ პატარა და დიდო ბავშვებო. არ ვიცი რამდენად პატარები და დიდები ხართ. მეც დიდი ბავშვი ვარ და თქვენი მშობლების დიდი ბავშვები არიან და ზოგადად ბავშვები ვართ ყველანი. ხანდახან უბრალოდ დიდები რო ხვდებით ხოლმე, მე რაღაცები გვავიწყდება ხოლმე, რასაც ბავშვობაში გვასწავლიან, თორე ხო გვეუბნებოდნენ და ხო გვეუბნებიან არ იჩხუბოთო და მე აი ხო ხედავთ მაინც ხანდახან ჩხუბობენ ადამიანები. ბავშვებო, არ იფიქროთ. ნახეთ, ხანდახან დედა და მამა ჩხუბობენ, იქ რაღაცა ბებია, ისა რაღაცები ხდება, მეზობელს ეჩხუბება ვიღაც, სკოლაში ვიღაც გეჩხუბება, 1000 რაღაცები ხდება რა. მაგრამ იცოდეთ რომ ეგ ჩხუბები თუ კი ვინმე აგრესიულია, თუ კი ვინმე აი შენ რაღაცა ისეც გიკეთებს რა, აი ცუც და კენს ესე დაფიქრდი და ესე შეხედე რომ ესე იგი იმას თვითონ რაღაცას ტკივა, რაღაცა ვერ აქვს თავში ისე კარგად დალაგებული და რაღაც აწუხებს რეალურად და ვერ გამოხატავს ეთყობა მაგას და გადაიტანს ხოლმე და თავი რა არის კიდევ ხო იცით რომ დედა მამა იჩხუბები ყველა ოჯახში ყველა ჩხუბობს ყოველთვის რაღაცა ხდება ხანდახან ისეთ საშინელებები შეიძლება უთხრათ ერთმანეთს საშინე რა თქმა უნდა კაია რომ ეგენი არ უთხრათ და აი ესე ვიფიქროთ რომ გითხარი რომ ეხა ის რომ რაღაცას მეუბნება და მე მეტკინა და მეწყინა ეხლა მე უფრო ცუდი კი არ უთხრა რაღაც, მოდი იქნებ და უთხრა რომ ეს მეწყინა. ან გულახდილი ვიყო და მე მყავს ორი დიშვილი, ელენიკო და დათუჩა. ელენიკო 6 წლის არის, სკოლაში წავიდა პირველად დღეს ეხა ზეიმი მქონდა, ბევრ თქვენ დაგას ბავშვებო, ვინც სკოლაში სწავლობ, ზეიმი მქონდათ ალბათ და მორჩა ეს სკოლის ამბავი, მაგრამ თან ახალ წარმოდის ყველაფერი შობა არის დღეს კათოლიკური ეკლესიის მით მაგრამ მეც აქ მომწონს 25 დეკემბერი 25 დეკემბერსაო ასე ხო არის ნათქვამი და ამიტომ დღეს მინდოდა რომ ჩამეწერა ეს თქვენთვის ისეთი რაღაცა რაც ვეუბნები ჩემს დიშვილებს აი დათუჩას და ელენიკოს და ვეუბნები ეგეთ რაღაცას რომ რაღაცები რომ ხდება ცხოვრებაში რაღაც ჩხუბებია რაღაც გეწყინა აი შობის დღესაც სწავლი ეგ არის ნახე რას გვასწავლის ეგ რომ რაღაცაო შენ თვითონ უნდა აქ დაიბადოსო რაღაცო ეგ არის შობა უნდა დაიბადოს რაღაცო რაც აი ძალიანაც რო გეწყინა და დაუმსახურებლად რაღაც გაიკეთა მაგრამ აპატიებ და კაი ჩანდაფას შეიძლება მეგობარი აღარ იყო მაგრამ აი გაუშვებ აპატიებ მაგას შეიძლება სადღაც ვიღაცამ ძალიან ბოროტება გაგიკეთა არიან ეგრეთ ხდება ხოლმე ძალიან ხშირად არავინ არ გითხრათ ყოველთვის ეგრე არის მე ძალიან გულახდია თუ ლაპარაკები ჩემს დიშვილებს და საერთოდ ყველა ბავშვებს ვის და რაც ურთიერთობა მაქვს 1000 რაღაც ცუდი რაღაცეები ხდება ცხოვრებაში მაგრამ ეგ კი არ არის თავარი ეები ხდება ეგრე უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს რომ თავგადასავალია ეგ რა თავარია რა არის იცი ამ თავგადასავალში თავარი რომ ერთი არ გაბოროტდნენ და მეორე რომ სუგულახდილი იყო აი გიცოდეთ რა აი ტყუილი ძალიან ცუდი რამე არის რა აი ტყუილი როგორი რამე არის იცი აი განა ის რომ ვიღაცა გაიგებს ან რაღაც აი ეგ არა უფრო ტყუილი ის არის რომ აი რომც არავინ არაფერი არ გაიგოს რაღაცა შენ ნათქვამზე შენ თვითონ გაწუხებს და მარტო ტყუილი კი არა შეიძლება რაღაცა აი ბოლომდე არ უთხრა ადამიანს და რაღაც და ეგ მე შენთვის არის ცუდი მე აი რომ გაიზდებით მე ფსიქოლოგია რაღაცებს წაიკითხავთ ფსიქოლოგიაში ისწავლით რომ აი თურმე ეგრე არის რა რომ ანუ შენ გაწუხებს პირველ რიგში და ამიტომ ჯობია რომ ვიღაცაზე წენა თუ გაქვთ ან გაბრაზებული ხართ შეიძლება დედამ გითხრათ რაღაცეთ შეიძლება მამამ შეიძლება ბამ შეიძლება ძმამ შეიძლება სკოლაში ასე შემდეგ აი ის რომ შენ მიუტევებ ესეთი სიტყვა არსებობს მიტევებ რაც ნიშნავს რომ მართლა გულით აპატიებ ყველა ხო იცით რა ყველა ოჯახში ყველა სხვადასხვა რაღაცეები ხდება ის შეიძლება გაბოროტებული იმიტოა რომ რა ვიცი მე დილით სახში დედამ და მამამ რამის დახოცეს ერთმანეთი ისე იჩხუბეს და ამოვიდა და რაღაც ბოროტება გააკეთა მე და არის სხვანაირად როგორ იმას ქნას და აპატიეთ ეხლა კი არ მეგობროთან რაღაც მაგრამ აპატიეთ ადამიანებს თქვენთვის კარგია ბავშვებო ხო და აი მშობლის აზრი და დღესასწაულის ეგ არის რომ შენ თუ მართლა გინდა რომ არავინ არ იჩხუბოს და არიომოს იმიტომ რომ ვიცით რომ ომი და ჩხუბი ცუდია და ადამიანები კიდე ნახე მე გასწავლიან ისტორიებს აი მე სუბრძოლები სუ და ჩხუბი სუის მაგრამ მე ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ დაგვავიწყდეს რასაც ბავშვობაში ძალიან კარგად გვახსენებენ მაგრამ მე თვითონ რომ იზდებიან ხოლმე დიდები მე თვითონ ავიწყდებათ ხოლმე რომ ამ ჩხუბს მე ყოველთვის მოყვება შერიგება და ეს შერიგება ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხანდახან ადამიანებს განსხვავებული რაღაცები უყვართ აზრი სხვადასხვა ასე შემდეგ მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს შენ გარშემო შენ უნდა იყო გულახდილი შენ უნდა იყო კეთილი და მე მაგარი რაღაცები ხდება
მე მართლა მაგარი რაღაცები ხდება. აი ნახე, შენ თუ ეგრე აკეთებ, რომ შენ სულ გულწრფელად იძახე, რაღაც თუ გეწყინება მაგაზეც სიტყვი, რაღაც თუ ისე გაგიკეთებია, რაც აი დამალული ჩუმად მარტო შენიც და რაღაც და ვიღაც აი ვერ უბედავ თქვათ დედას უთხრა ან მამას უთხრა, დაელაპარაკე. შეიძლება იმ წამს გაბრაზდეს, მაგრამ აი იცი, შენ რო იტყვის სიმართლეს, ხო? ესე მუშაობს ეს სამყარო, დედამიწა ეგრე არის მოწყობილი, რომ აი სიმართლეს თავის ძალა აქვს და მე შენ ძალიან ბედნიერ, იმ წამს შეიძლება რაღაცა გეწყინოს, რაღაც მოხდეს, მაგრამ არა უშავს, აი რო იტყვი, შენ ძლიერდები მაგით რა და ესე რო იქნები ცხოვრებაში, რომ შეეჩვევი, რომ არ მოიტყო, სიმართლე ილაპარაკო, აი იცი კიდე რას უნდა მიაქციო ყურადღება, უნდა მიაქციო ყურადღება იმას, რომ ხან აი სიკეთის გამო სიმართლე არ უნდა დათმო. აი სიმართლე სულ პირველი უნდა იყოს. აი ხან არის რომ აი ვიღაცას არ გინდა აწყენინო, ან გონია რომ ეხლა ის შენზე რამე ცუცი ფიქრებს და მაგის გამო ვერ იძახი სიმართლეს და არა, ნახე, აი თქვი, ბოლომდე თქვი და ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან კარგად იქნება, ეგრეა ცხოვრება მოწყობილი და მაგას გვასწავლის ქრისტიანობაც და მაგას გვასწავლის ფსიქოლოგიაც და მაგას გვასწავლიან კიდე კეთილი ადამიანები. და ყოველთვის მოусმენთ კეთილ ადამიანებს და ესე იცოდეთ, რომ არაფერს სხვას მნიშვნელობა არ აქვს, ესე იყოფა ეს სამყარო. პატარაობისას თქვენს ძალიან კარგად გახსოვთ, მაგრამ მე 1000 რაღაცები რომ შემოდის თავში და რომ სწავლობთ 1000 რამებს, მე ეს თუ სულ ვირჩევთ, ანუ ხანდახან ზედმეტად ტვინი იბურღება ამით რა და გვავიწყდება, რომ თავი რაღაცები არის სიკეთე და სიმართლე. აი სიმართლე პირველ რიგში. ერთად კეთილი ადამიანი უნდა იყოს, ბოროტი არ უნდა იყოს. რა ბოროტი რო ხარ ეგეთ შენთვის ცუდი არის. სიკეთე კიდე კაი იმიტომ რომ ეგეც ეგრეა, სამყარო ეგრეა მოწყობილი. აი ცუდ ხასიათზე თუ დადგები წადი ვიღაცას სიკეთე გაუკეთე რაღაც. აი რაღაც საყვალობა უთხარი რაღაც, ოღონდ გულახდებად უთხარი და ეგრევე კაი ხასიათზე დგები. ცადეთ. ბედნიერ შობა ახლა.